123 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებულია. დოკუმენტს ხელით სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და ევროკომისარმა შტეფან ფულემ მოაწერეს. რაც მოუტანს ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულება და რა რეფორმების გატარება მოუწევს საქართველოს შემდგომ ეტაპზე. ისტორიული დოკუმენტის შესახებ ფლად თეონა ხარაბაძე ისაუბრებს. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება რატიფიცირებულია 123-0 წინააღმდეგ, სწორედ ამ ციფრების ტაბლოზე გამოჩენის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ყველა ულოცავდა საქართველოს ევროპულ არჩევანს, რომელიც ოფიციალურად დააფიქსირეს. რაც შეეხება ცნობათა დარბაზში, აქ დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პლაკატები გაშერეს. ევროკავშირში პოლიტპატიმრების გარეშე სწორედ ამ პლაკატების ფონზე მოუწია დღეს სიტყვით გამოსვლა ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. რაც ეხება ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას, მან დაიწყო მილოცვით და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ხელთ ვერაფერი შეუშლის. მან განმარტა, რომ დღეს საქართველოს დგას ზღურბზე, ევროპის ზღურბზე და შესაბამისად საქართველოს შევა ევროპაში როგორც უძველესი კულტურის და ისტორიის ერი. ღარიბაშვილის განცხადებით კი საქართველოს დღეს ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული ოცნება აისრულა. მე მინდა სიამაყით აღნიშნო საქართველოს სრული ევროკავშირის საქმიანობაში. კერძოდ საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პარკებში, რომლის მიზანიც არის სოფლიოში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენმა ქვეყანამ მეგობრებო დაადასტურა, რომ შეუძლია იყოს ჩვენი დასავლური მეგობრების საიმედო პარტნიორი. ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩვენი სანდოობა სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობით კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება საქართველოს შეძლებები ამ კუთხით. და დღეს უკვე სიამაყით შემეძლო თქვა, რომ საქართველო არის მაგალითი როგორც ქვეყანა, რომელმაც განახორციელა წარმატებული დემოკრატიული რეფორმები და მზად არის იყოს მშვიდობის და თანამშრომლობის გარანტი წელს რეგიონში. უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ურყევინება საბოლოოდ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევროპის ერთიან ოჯახში. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით ჩვენს იწყება ევროინტეგრაციის პროცესის ახალი ეტაპი. საინტერესო და გამოწვევით ახსოვს გზა ევროპისკენ, რომელიც თითოეულ ჩვენგანისგან, მთავრობისგან, პოლიტიკური ძალების და მთელი საზოგადოებისგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას, თავდადებას და ურთიერთთანადგომას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპა საქართველოსთვის არა მხოლოდ საუკეთესო არჩევანია, არამედ ერთადერთი არჩევანი. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზებს და ოსებსაც მიმართა და განაცხადა, რომ ის ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებს ასევე აფხაზებსა და ოსებზეც, რადგან ევროპა აღიარებს საქართველოს ერთიანობას, ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისად ჩვენ გამოვხატეთ ურყევნებას და მზადყოფნას, რომ გავუზიაროთ ასოცირების შეთანხმებით მიღებული სარგებელი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ყველა ჩვენს მოქალაქეს. ამიტომ დღეს უკვე საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. ჩემო მეგობრებო, თქვენ ჩვენთან ერთად ყველა იმ მიღწევისა და მონოპოლის თანაზიარი ხდებით, რომელსაც ევროპასთან დაახლოება მოუტანს საქართველოს. თქვენ გეძლოთ უნიკალური შანსი ისარგებლოთ ყველა სიკეთით, იქნება ის უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში ევროკავშირის უდიდესი ბაზარი ბიზნესმენებისთვის, განათლების პროგრამებში მონაწილეობთ მრავალი სხვა. ბატონებო, დღეს მინდა განსაკუთრებული მადლობა გამოთქვა ევროკავშირის მიმართ. იმისათვის, რომ იგი ურყევად უჭერს მხარს საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უწევს ჩვენს ქვეყანას მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას. ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა რეფორმა დაგახლოვებთ ევროპასთან. სწორედ ეს განცხადება გააკეთა ევროკომისარმა შტეფან ფულემ. დღეს შტეფან ფულემ, რომელიც ხომათა დარბაზში იმყოფებოდა და ტრიბუნაზე სიტყვითაც გამოვიდა, განაცხადა, რომ ის არის ბედნიერი, რადგან ამ ისტორიული დღეს იმყოფება საქართველოში და ის არის ერთ-ერთი მონაწილე იმ ფაქტისა, რომ საქართველო ხდება ევროპის ნაწილი.
ასოცირების შეთანხმება საქართველოს დაეხმარება დაეწიოს ევროკავშირს. საქართველო გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და ეს ნიშნავს, რომ ის ნახავს თავის ადგილს ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში. ვაჭრობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ახალ შესაძლებლობებს გახსნის. ეს აგრეთვე რასაკვირველია ხელს შეუწყობს საქართველოს ვაჭრობას დანარჩენ სამყაროსთან. უზრუნველყოფს უფრო ხარისხიანი პროდუქციას ქართველი მომხმარებლებისათვის, ასევე უზრუნველყოფს მეზობლებთან კონტაქტების გაღრმავებას. საქართველოს ცნობილია მისი სასურსათო პროდუქციის ხარისხით. მე მოვლი იმ დღეს, როცა საქართველოს ღვინო იქნება ძალიან მალე წარმოდგენილი ევროკავშირის ბაზარზე. იმედია ეს დრო მალე დადგება. საქართველოს სოფლის მეურნეობას აქვს დიდი პოტენციალი და მას სჭირდება შემდგომში მოდერნიზაცია. ამისთვის ქვეყანას სჭირდება რეფორმები, ინვესტიციები და გადამზადება. რეფორმებს სჭირდება დრო. ჩვენ ვიცით, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს აძლევს დროს ეს პროცესები განხორციელდეს. ეს გარდამავალი ფაზა მოიცავს მთელ რიგ წლებს. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკას და ქართულ ხალხს. ამიტომაც ევროკავშირს განსაზღვრული აქვს საქართველოს დახმარება. ევროკავშირი უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსურ დახმარებას რეფორმების პროცესში წლების განმავლობაში. ევროკავშირის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ ფინანსური, მასში შედის ტრენინგი, ტექნიკური მხარდაჭერა და ასე შემდეგ. კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მარგველაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში არსებობდეს ამ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება, მან მადლობა გადაუხადა ყველა მხარეს, ვინც ამ პროცესში ჩართული იყო, განსაკუთრებით ქართველებს და ევროპულ საზოგადოებას. ადრე საზოგადოება ლევინდა მიმართო ტელემაყურებლებსაც მიხარია, რომ დღეს ვარ საქართველოს პარლამენტში, სადაც ხედავ ასეთ ერთსულოვნებას. ეს არის მთავრობა, ეს არის უმრავლესობა, ეს არის უმცირესობა, ყველა გაერთიანებული ვართ ერთი იდეით. მე მინდა მოგილოცოთ ეს ერთიანობა, მე მინდა მადლობა უთხრა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ გრძელი გზის წარმატებულად გავლაში და მე მინდა მივულოცო ევროპას და ევროპელებს, პირველ რიგში ქართველებს, როგორც ევროპის შემადგენლებს, ის რომ დღეიდან ევროპა კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო სტაბილური და კიდევ უფრო კულტურულად მრავალფეროვანია. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს. რატიფიცირების პროცესი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დასრულდა, თუმცა 1600 გვერდიანი დოკუმენტში გაწერილი ვალდებულებების შესრულება საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს. მე შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.